მოგესალმებით ყველას და ლაილაისთან ერთად დღის განმავლობაში მოვხდართ მსოფლიო შოუ-ბიზნესის ამბებს გაგაცნობ. ანუ სიახლეებს იმ ადამიანების შესახებ, ვინც კინოსა და მუსიკის სამყაროში მოღვაწეობს. ეთერშია პროგრამა ინფორმატორი. თავდაპირველად ქართულ ამბებს გავეცნობ. შემდეგ კი უცხოეთის სიახლეებიც გავიგოთ. იტალიის მოდის აკადემიის 20 წლის თავის აღსანიშნავად ფლორენციაში 23 აპრილს გრანდიოზული ჩვენება არის დაგეგმილი, სადაც ქართველი მოდელები წარსდგებიან. სასტუმრო მერიოში სწორედ ამ მოდელების არჩევა კასტინგი მიმდინარეობდა, რომელსაც თავად იტალიის მოდის აკადემიის პრეზიდენტი ესწრებოდა. ნახოთ სიუჟეტი. We have contact and programs with we have partnership in all the world in every country. And this is the first step in Georgia. ეს პირველი ნაბიჯია, რომ საქართველოს როგორც პარტნიორი ქვეყანა გავიხადეთ. საკმაოდ დიდი ღონისძიება, იმიტომ რომ 20 წლის თავი 20 წელი რაც არსებობს და მთელ მსოფლიოში აქვს თითქმის უკვე ფილიალები. და მთელი მსოფლიოდან ჩამოდის დიზაინერები და თან ამ სკოლის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან და საკმაოდ დიდ ღონისძიებას აპირებენ. ვაპირებთ სამოდელო სააგენტოების ასოციაციის ჩამოყალიბებას, მე და ქალბატონი ნატა. და პრინციპში პატარა ქვეყანა, ბაზარიც პატარაა და მე მგონი აუცილებელია რომ სააგენტოებიც ცოტა იყოს. დღეიდან უკვე კარი ღია ყველასათვის. ეს იყო, ესე ვთქვათ, პირველი ერთობლივი ესეთი სერიოზული კასტინგი, რომელიც აი პირველი, ესე ვთქვათ, ამ ასოციაციამ გააკეთა. დაიწყო მუსიკალური პროექტის ნატროს პირველი ტური. მაესტრო სტუდიაში ნატრის მონაწილეთა ჩაწერები მიმდინარეობდა. ეს არ არის ორიგინალური იდეა, ეს არის ერთ-ერთი მრავალთაგანი მუსიკალური ტელევიზიების კონკურსებისა, რომელიც იმართება მსოფლიოს მრავალ მუსიკალურ არხებზე. კონკურსის იდეა მდგომარეობს შემდეგში, რომ გამოვლინდეს ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლისთვისაც იქნება მთავარი პრიზი მდგომარეობს შემდეგში. გადაღებული იქნება კლიპი, ანუ ამ ახალგაზრდაზე იმუშავებს მთელი ჯგუფი, დაწყებული ესე იგი იმიჯმეიკერიდან, დამთავრებული კომპოზიტორით, რეჟისორით, შეიქმნება მისთვის ორიგინალური სიმღერა, გადაღებული იქნება და შემდეგ მოხდება მისი პოპულარიზაცია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ერთ ახალგაზრდას გავუკეთოთ ესეთი მომსახურება. მეორე ტურში გავლენ 10 მომღერალი, ანუ ეხლა შეგროვდა 230 მომღერალი, ცოტა მეტი. მეორე ტურში გავა მხოლოდ 10 მომღერალი, ისინი იმღერებენ უკვე მსოფლიო ესტრადის რომელიმე ჰიტს მინუს ფონოგრამაზე და ამათიდან აირჩევა უკვე ერთი. ეხლა დაიწყო პირველი ეტაპი კონკურსი ნატრის, ანუ ეხლა მომღერლებს თვითონ მოაქვთ თავიანთი ფონოგრამა, ან შესაბამისად რაღაც გაფორმება, გიტარა იქნება ეს თუ ფორტეპიანო და ასრულებენ იმ სიმღერას, რომლის შესრულებით სურვილიც აქვთ. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება ბევრი უსმენოც და უხმოც მოვიდეს აქ, მაგრამ პირველ ეტაპზე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მიზანი არ არის შევარჩიოთ პირველ ეტაპზე. შერჩევა დაიწყება უკვე მეორე ეტაპზე და შემდეგ უკვე ფინალში გავაერთო. ალბათ გაგრძელდება აპრილიდან მაისის შუა რიცხვებამდე პირველი ეტაპი, შემდეგ ჩვენ გვექნება დაახლოებით 2 კვირიანი ტაიმაუტი, რომ გამოავლინოთ 10 მომღერალი და მათთვის გადავიღოთ უკვე ოდნავ უფრო სერიოზული მუსიკალური ნომერი ვიდრე პირველ ეტაპზე და მეორე ეტაპით დაიწყება უკვე ალბათ მაისის ბოლოს. პირველიდან 10 სექტემბრამდე უკვე მზად იქნება ფინალისტის კლიპი და სექტემბრიდან დაიწყება უკვე ამ მომღერლის პოპულარიზაცია სხვადასხვა არხებით და რადიო არხებით და ტელეარხებით. დიდმარხვის წინადღეს, ანუ ყველიერის ბოლო კვირას რუსული ტრადიციის მიხედვით ზამთრის გაცილების დღესასწაული ეწყობა.
რომელიც თბილისში რესტორან მატროშკაში აღინიშნა. თუ როგორ აცილებენ რუსების ზამთარს, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. Гуляю, белую березу заломаю. ჩვეულებრივ ასეთ დღეს კოცონი ინთება გარეთ, ხდება ზამთრისთან ასოცირებული თოჯინის, ეგრეთ წოდებული საფრთხობელის დაწვა, რაც უფრო დიდი ზომის არის კოცონი და რაც უფრო მაღალი ცეცხლის ალი იქნება, მით უფრო უხმოსავლიანი და თბილი გაზაფხული იქნება. რა თქმა უნდა, ამ საფრთხევლას აქვს თავზე მზესთან ასოცირებული ფორმა, ანუ მზე არ იწვება, თვითონ საფრთხობელის ტანსაცმელი, რომელიც ზამთრის სუსხს გულისხმობს, ის კოცონში ხდება მისი ჩაფერხვა და ხვალინდელი დღე ეს არის არმიის დღე, ჩვენ შევეცადეთ რაღაცნაირად სიმბოლურად დაგვეკავშირებინა ეს ორი დღესასწაული, მოვიწვეთ ომის ვეტერანები, რომელთაც პატარა სანახაობრივი კონცერტი მოუწყვეთ და ასე ვთქვათ, მათთან ერთად აღნიშნეთ ეს ძველებური რუსული ტრადიცია. კლუბ ნოანოაში გახმაურებული რიო კარნავალი მოეწყო, რომელიც აქ უკვე მეორედ ტარდება. შლემანდელი კარნავალი უკეთესი პროგრამითა და მეტი ხალისით გამოირჩეოდა და აქ ცოტათი ნამდვილი ბრაზილიის სურნელიც კი დადგა. ლევანდელი რიოს კარნავალი განსხვავდება 2003 წლის კარნავალისგან, იმიტომ რომ წელს მეტი სიმხიარულე ალბათ და მეტი სიახლე ამ კარნავალზე. ხალხი ჩვენივრად ერთობა, ცოტა უჩვეულო შტრიხებით შეემატა ამას ყველაფერს. საქართველოსთვის ცოტა უჩვეულო, მაგრამ აი ამ კონტექსტში ვულგარულად არ აღიქმება. მე მგონი პირიქით რაღაც გარკვეული სიხალისეც შემოიტანა ამან. გაგიჟებულები ვართ ყველა. ძალიან მაგარია, ყველა ხალისობს. ესე იგი ყველაზე მაგარია დღეა დღესდღეობით. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.